მოგესალმებით მეგობრებო, დიდი განსხვავება იწყება. ბატონი ზვიად ჩალამბერძია ჩვენი განაცემის სტუმარი, პარლამენტის წევრი, ჩვენ გვახსოვს, ეხლა გამახსენა ბატონმა ზვიადმა, რომ კოვიდის წლებში იმერეთს ხელმძღვანელობდა და ჩვენ ხშირი ჩართვები გქონდა. კი ბატონო, მოგესალმებით ბატონო შავა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ხო, პატარა შესავალი მინდა გავაკეთოთ იმ თემაზე, რაზეც მინდა რომ გესაუბროთ. იდიოტმა ლიბერდებილმა ოპოზიციამ მორიგის სიგიჟე თქვა, რომ თითქოს ბიზინა იმანშვილი ცასიტაცებს ეს არ ახალია, იმიტომ რომ დაახლოებით 4 წლის წინ აბასთუმანს, როდესაც აბასთუმის აღორძინება როცა მიდიოდა სრულისმით, ეხლა მთავრდება ძალიან მალე, გააკეთეს ანალოგიური სიგიჟე, ჩვენ მაშინ პოზიტივი გააკეთეს ამ ფეიკის გამოძიება და ვამხილეთ ამ ფეიქში. დღეს რა ხდება? საქართველოში ღვთისმადლით გაიზარდა ავიატრაფიკი. ღვთისმადლით, რომ ფული შემოდის ძალიან ბევრი. მაგრამ ამან გაზარდა რა თქმა უნდა თვითმფრინავების გადაფრენის, საქართველოს თავზე გადაფრენის ინტენსივობა. თვითმფრინავი ტოვებს კვალს, რომელიც წარმოქმნის ღრუბელს, რომელიც ხელს უშლის ასტრონომებს, რომ დააკვირდნენ ცას. შესაბამისად, ეხლა განახლდა კიდე ბიზინა ივანიშვილის დახმარებით განახლდა კიდე ეს ობსერვატორიები, მაგრამ ამ განახლებას აზრი არ აქვს, თუ წაიქნება ღრუბლებით სავსე. და ამიტომ ტრაფიკმა უდნავ გადაიწია. ეხლა არგუმენტი ის აქვს, რომ ეს არცთვის ძლიერი ობსერვატორიაო და მეგობრებო, იდიოტებო, მიმართავ ოპოზიციას და ჩვეულებრივ ადამიანებო ინფორმაციას გაძლევთ. დედამიწა არის მრგვალი, აი ესე მოხდა, რომ დედამიწა მრგვალია და სადაც ეხლა დღეა, ხო? იქ ჩვენთან ღამე დგება. ღამე ობსერვატორია ვერ აკვირდება ცას, ხო? შესაბამისად, საჭიროა უწყვეტი რაღაც გარკვეული სისტემა, ჯაჭვი ობსერვატორიებისა, რომელიც ცენტრალიზებულია, სინქრონიზებულია, ერთმანეთს მონაცემებს უცვლის და აი ესეთი ამბავია. ანუ ცუდი ობსერვატორია გამოუდეგარი არ არსებობს. ეს რო იცოდეთ. ხო, ევგენი ხარაძის ასწავლით თქვენ სად უნდა გაეკეთებინა ობსერვატორია და როგორ უნდა მოეხმარა. ასე რომ ეს არის მორიგი იდიოტური მცდელობა და კიდევ ერთხელ სამწუხაროდ რა იცით, ჩვენება ქართველი ხალხისთვის რომ ოპოზიცია არ ყავს. ცუდი ოპოზიცია კი არა, საერთოდ ამათ არ შეიძლება ორი ბატი რომ მიაბარო. დავიწყოთ იქიდან, რასისტულებს იძახიან, ძაღლებს ცოცხლად წვავენ. ხო იყო ეგა. კამიტი გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი შხამი და უბრალოდ ბუმბულს დაცდა თუთიყურს და ძაღლი განერვიულდა, თორე უარესებით სხერპლიანი ბევრი, მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ ეს ორი სხერპლი ვიცით. ფორმები, სკოლის ფორმები საშინელებაა, მთელი მსოფლიო ძალიან ბევრი სკოლა, მათ შორის სახელმწიფო სკოლის ფორმებზე გადადის, რა ვიცი, აი სიგიჟეების ძალიან ბევრი დიდი კრებული. თქოთ გააკეთოთ კომენტარი ამაზე. ეს არის უბრალოდ ელემენტარულად სიბოროტე, როდესაც არაფერი არ მიგაჩნია, რაც არ უნდა სწორი გააკეთოს ხელისუფლებამ და შინაგანად შეიძლება ეს ადამიანები იმას გრძნობდნენ, რომ ეს ნამდვილად სწორი ნაბიჯია, მაგრამ რეალურად ამის გარეთ გამოტანა არ შეუძლიათ, ხო? ეხლა აბასთუმანზე რაც ახსენეთ, რეალურად ეს იყო მართლაც აი მე მგონი გადაფარა ამან კამიტის თემა და თუთიყუშის თემა. იმიტომ რომ მსგავსი სისულელე მე არ გამიგია, იმიტომ რომ ახლა როგორ შეიძლება რომ ეხლა დავუშვოთ ერთ ადამიანს გაუჩნდა იმის სურვილი, მიზეზსაც ვერ ხსნიან, ხო? თან ერთ პარალელი მინდა გავალო რა, ბატონი ბიზინა იქ ხო არ ცხოვრობს, ცხოვრობ, იქ შეიძლება რაღაც ცოტა ხანი ჩადის, მას აქვს ჭორვილაში სახლი, სადაც ძირითადად არის თბილისში, ურეკში, პირას ურეკში და ასე შემდეგ და სადმე ვინმეს გაუგია რომ ან ურეკის ცა გადაიკეტა ან ჭორვილას სხვა ურეკში ან ჭორვილას ცა გადაიკეტა ურეკში იყო ინფორმაცია სხვა გადაკეტა ანუ ლოგიკას რო გავყვეთ ხო ეხლა როდესაც თავი მოგაქვს ადამიანს რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი ხარ და ოპოზიციურ ძალას ხელმძღვანელობ და მეთაურობ რაღაცა ლოგიკურ ჯაჭვს უნდა გაყვე რომ მე ესე საცილად ასაგდები არ გახდე რეალურად ხო მაგრამ ეს ადამიანები რაღაცნაირად აი თითქოს ხვალინდელ დღეს ვერ ხედავენ და რაღაც მოკლე ჭკუით ცხოვრობენ და დღევანდელ დღეს რასაც უბრალოდ წამოაყრანტალებენ თავისი ესე ვთქვათ ორმანის წყალი ორმანი რა იყო და მაგიარის წყალი ხო უნგრეთის წყალი და ასე შემდეგ ხო ნუ ეს არის რეალურად კიდევ ერთი დადასტურება იმის რომ ამ ადამიანებს რა ვიცი სწორსაჩუება ჩვენი საზოგადოება რომ დიდი ხანი აღარ ენდობა და მომავალშიც ნუ ექნებათ იმედი თუ აი ესეთ რაღაცებზე აპირებენ ჩაებრაუჭონ რომ საზოგადოება მათ მომავალში რაღაცა ნდობას გამოუცხადებს. ეხლა
დღეს დააჯდნენ სამი მხედარი იქ მაგიდის თავში და რაღაცა დაიწყეს თითქოს მოუწოდეს საქართველოს ის დღეგ დაწიეთ, ის აწიეთ, რაღაც რატომ გონიათ ამ ადამიანებს, რომ რაღაცა მათ შეუძლიათ და აქვთ მორალური უფლება რომ რაიმე სახით ან მითითება მისცენ დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას ან ზოგადად საქართველოს მოსახლეობას რაღაცა ჭკუა დაარიგონ, ხო? ჭკუა არიგონ ერთმანეთს, სადაც არიან იქ და იცინონ რაღაც ისულელებზე რა და სადაც სერიოზულადაა საქმე და სერიოზული ხალხი მუშაობს, მოდი იქ გაანებოთ თავი რა და იქ რაღაცა ნიანგის ჟურნალები წერონ თავის კაბინეტში. ნიანგი მაგარი ჟურნალი იყო თავის დროზე, ნოდარ დუმბაძე იყო რედაქტორი. ხო, შევადარეთ ამ იდიოტობას რა. ხო, ამ იდიოტობას. მოკლედ, მე პრობლემას რაში ხედავ? პრობლემას ხედავ საგარეო კურსის ჩამოუყალიბებაში, რაც რა თქმა უნდა, იმით არის ახსენე, რომ ძალიან ვფრთხილობთ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეხლა გვიტევს ორი მხარე. გვიტევს რა? ისე რა, გვეთამაშება რუსები და ამერიკელებიც. ევროპასთან, ამ ევროპასთან, რასაც მე უყურებ, რა ვიცი, რაიმე აზრი ლაპარაკის არ ვიცი, შეიძლება აქვს, მაგრამ მე ვერ ხედავ. ამ გადმოსახედად მთელი ნაცარქი გადავკეკეთ და აქ გზა არ არის. ეს არის ცილა და ქარიბდას შორის გასავალი. მე მიკვირს კიდევ როგორ კარგად მივდივართ. ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ამ თავრობის შესრულებით ცილასა და ქარიბდას შორის გავდივართ, რომ ისე მშვიდობაა და ეს მშვიდობა ძალიან ბევრ რამეს გვაძლევს რა. ომის დროს ხო ხედავთ რა ხდება გარშემო. აი ამაზე მინდა თქვენი კომენტარი, როგორ შეიძლება გაგრძელდეს დღეს ცოტა დაიძაბა სიტუაცია. რუსები რაღაცებს გვეუბნებიან, ამერიკელები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვიცით თურმე ქართულმა ოცნებამ იცის, რა უნდა გააკეთოს კონკრეტული, რომ ამერიკელებთან ურთიერთობა დაამყაროს. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო წლებია ჩვენი საზოგადოებაც ადევნებს თვალ ყურს, რომ ძალიან ფრთხილ პოლიტიკას აწარმოებს ქართული ოცნება. რა თქმა უნდა. და რაღაცა ისე განსაკუთრებულად მიკერძოებული არ ვართ და ვერც ვიქნებით რეალურად ვინმეს მიმართ. აბსოლუტურად პრაგმატულად უყურებთ ყველას და აბსოლუტურად პრაგმატულად მოქმედებთ და დგავთ ნაბიჯებს და სწორედ ამის შედეგია, რომ დღევანდელ დღეს აი ხა დღეს რა ფორუმიც იყო იმაში რა ქვია ანტალიაში, სადაც პრემიერი ხა ერდოღანს შეხვდა, მანამდე ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დასრულდა ხა ცოტა ხნის წინ და რეალურად მე ხას უსვავ რა სამხრეთ კავკასიას, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რომლებმაც მოახერხეს აზერბაიჯანმა და სომხებმა რომ მშვიდობაზე დალაპარაკებოდნენ და შეენარჩუნებიათ მშვიდობა და დღევანდელ დღეს ეს სამხრეთ კავკასია მთლიანად არის ერთგვარი პლაცდარმი მშვიდობის აი ამ გარშემო ამ ორომტრიალში რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, ხო? და ეს არის სწორედ ის პრაგმატული პოლიტიკა, რასაც პირველ რიგში საქართველოს აწარმოებდა ამ რეგიონში და სწორედ საქართველოს გამოვიდა პირველად წინააღმდეგ რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ითამაშებდა ესე ჩემრიგებულ როლს. და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა იმის ამბიცია რომ თავისთავად ყველა ეს ამერიკა იქნება, ეს ჩვენ ნებისმიერი მეზობელი იქნება თუ ევროკავშირი იქნება, რომ ყველასთან კონდეს ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის ხას უსვამთ ერთ რამეს, თანასწორი ურთიერთობა. ევროპასთან ძალიან კარგი სიტყვა ახსენა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალბატონმა მაკამ, რომ გაბუტულია, ესე პატარა ბავშვით არიან გაბუტულები და რეალურად არ გველაპარაკებიან და რეალურად ფაქტი ის არის, რომ დღევანდელ დღეს საქართველოს აკეთებს ყველას. ხო არა მარტივად, მტრობენ, კი არ გველაპარაკებიან, მტრობენ, ხო, შეიძლება. გაბუტული იყოს ჯანდაბას, ცივწყალს დალევენ, მაგრამ მტრობენ, მათი ელჩების ქმედება თვითონ ევროკავშირის ელჩის ქმედება პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკაში ვენის კონვენციის დარღვევა და მტრობა. ცალსახად გერმანიის ელჩი პირველ რიგში, რომელიც შეიძლება და ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ სახელმძღვანელოებშიც შეიტანენ ამ ადამიანის ქმედებებს ბოლო 3 წლის განმავლობაში, რასაც ის საქართველოში აკეთებს. ნუ ახლა უმთავრდება ისედაც ვადა, რამდენადაც ვიცი და შესაბამისად დარჩა და გავახ. ხო. გასაგდებია, მაგრამ მანამდე დაგვიზნენ რომ ინფორმაციას შევცვლითოს. გასაგები არის ნამდვილად ამაში. იმიტომ რომ ძალიან ისეთ რაღაცებს ჩადის, რომ თითქოს აქ
რაღაც პაპუა ახალ გვინეას არ მინდა შეურაცხყოფა მიიღო რაღაც კუნძულოვანი სახელმწიფო რომელსაც ისტორია საერთოდ არ აქვს რა დაახლოებით ესეთი ქმედება ძალიან სამწუხაროა რომ სწორედ გერმანიის ელჩი აკეთებს ამას იმიტომ რომ გერმანიასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ჩვენ მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და შესაბამისად გერმანია იყო ის ქვეყანა რომელიც პირველ რიგში იდგა ჩვენს გვერდით ნებისმიერ მიმართულებით და ძალიან დიდი მეგობრობა ხო და აი ეს დავიცვათ ეს ბალანსი რთული რა არის ამაში მე როგორც ხედავ ჯერჯერობით ბევრი საქმე აქვს ყველა გლობალურ მოთამაშეს ბევრი საქმე ჩვენ ძალიან არ ცხელად რა აი ეს ირანის კრიზისი თვითონ ახლა ტრამპმა თქვა რომ მოახერხა შეწყვეტა ცეცხლის აგერ ლიბან და ისრაელი დაждდება შეიძლება უკრაინაც დამთავრდეს მალე და ეს ძალიან კარგია მაგრამ ნუ ნახოთ რა თურქეთში ხოდრაზე ზელენსკი ჯერ ფლად არ ჩანს არც დასრულების კონტურები თუმცა ასაგებია და ჩვენ როგორ ახერხებთ აი ძალიან დიდი ცნულებაც არის და საფრთხეც რომ ერთი მხარისკენ გადავიხაროთ სხვა მხარის თვალსაზრისით ხო განაობიექტურად სხვა მხარის დიდი მოთამაშის თვალსაზრისით ახეთ სკაუსი რა ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებია დაუშვათ 4 წლის წინ აი ყველაზე ტრივიალური მაგალითი რაც შეიძლება მოვიყვანოთ არის ის რომ რაღაც ჩავრთულიყავით და ავყოლოდით იმ უკრაინის ომში უკრაინა რუსეთის ომში ჩართვის დროს და ჩვენ ვიტყოდით რომ ჩვენ აი 100%-ით გადავიხარეთ ევროპისკენ, ამერიკისკენ და ამ რაღაცა დასავლეთისკენ, რომელიც ფაქტიურად პირდაპირ მოგვიწოდებდა ამისთვის, ხო? ხო, ну, მივიღებდით სამ მხარეს, მაგრამ აქეთ რას მივიღებდით? ქვაქვაზე არ დარჩებოდა რეალურად ჩვენს ქვეყანაში, ხო? ის რაც უკრაინაში ხდება, ის ახლა ჩვენზე 10 ჯერ და 15 ჯერ დიდი ქვეყანაა და რაღაც ეს კიდე ახერხებენ, რომ თუ შეიძლება იყოს და ერქვას რომ არსებობენ, მაგრამ საქართველოს ამის პერსპექტივა არ ქონდა. აი ამას მოგვიტანდა ის, რომ ჩვენ აგვერჩია ცალი მხარე. ერთი მხარე, ერთიც არა. ამერიკა, ევროკავშირი და ასე შემდეგ თითქოს თლიანი ცივილიზებული სამყარო, რომელიც ერთიანად დაუპირისპირდა ამ შემთხვევაში რუსეთს. მაგრამ ვინაიდან 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევინარჩუნეთ ის პოზიციები, რომ არც იქეთ, არც აქეთ და ეხლაც განსაკუთრებით ყველაზე ისეთ ფრთხილ მონაკვეთში გავიარეთ ირანის ომის დაწყების დროს და გახსოვთ თქვენ თუ როგორ მოუწოდებდნენ ჩვენი ოპოზიციონერები როგორ ასახელებდნენ რომ ბაქო ჯეიხანი აქ გადის და ეს უნდა ამას დაბომბავს როგორ მივიდა ერთ-ერთი ჟურნალისტი ირანის ელჩთან და ატომარ ბომბავთ ასე ვთქვათ საქართველოს და ასე შემდეგ ხო თვითონ ხო ჩამოვიდა იმათიო და რატო არ ხო აი ესეთი მოღალატეობრივი განცხადებები არაერთი მოვისმინეთ და შესაბამისად აი სწორედ იმ პოლიტიკამ რომელიც თუნდაც ირანის მიმართ ჩვენ ვაწარმოეთ ბოლო წლებში მოგვიტანა ის რომ დღევანდელ დღეს უსაფრთხოდ ვართ არა მარტო ჩვენ არამედ მთლიანად მთელი რეგიონი ეგ კარგი ანუ ეს უნდა გაგრძელდეს რა თქმა უნდა თუ ყველაფერი დეესკალაციისგან წავა მით უმეტეს ეს ძალიან კარგი იქნება რა უყოთ აი ამ მაჯლაჯუნებს რომელსაც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას ვეძახით მე ჩემ გამოსავალს გავაზობთ რომ რაც თქვენიც არის ქართული ცნობა გვირდება რომ აიგრძალება ეს პარტიები ხო, გარკვეული პარტიებზე კი იცით რომ ხო არა შეტანილი რომელზეც არის ხო თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ეხლა რაღაცა გარკვეული თქვენი ტერმინოლოგიით მაჯლაჯუნები არ დარჩებიან პოლიტიკაში დარჩებიან ხო ნუ გარკვეულწილად დარჩებიან ვიღაცები მაგრამ თავარი არის რა რომ ჩვენ ზოგადად გვინდა ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას რომ მაქსიმალურად ეს მაჯლაჯუნების სივრცე რაც დაკავებული აქვს თლიანად გავათავისუფლოთ და რაღაცა ესეთი პრაგმატული ოპოზიცია შემოვიდეს რთულია თუმცა ჩვენ პლატფორმას მივცემთ რომ რაღაც ჯანსაღი აზროვნების ადამიანები და ისინი რომლებიც არ არიან გასრული 2012 წლამდე რეჟიმის ფარგლებში და ასე შემდეგ რომელსაც ნამდვილად სურს თავისი ქვეყნის წარმატება და არა მტრობა, რასაც თითოეული მათგანისგან ყოველდღიურად ვისმენთ და რომლებიც არ დაძდევენ რაღაცა ცის დაკეტლებს და ასე შემდეგ. ციგიჟებს. ხო. ძაღლების ცოცხლად დაწვას. რითი არის გამოწეული? ეხლა მე უკვე სერიოზულად რამდენად შეიძლება ამ თემაზე სერიოზულად ლაპარაკი. ვიცნობ მათ ბევრ მათგანს, ვინც
ეგრეთ წოდებულ შუა პოზიციას მაჯლაჯუნებს გულშემატკივრობს და ზოგი მაჯლაჯუნაც გახდა ამასობაში ბევრი საერთო ნაცნობის. რითი არის გამოწვეული, რომ ადრე აბსოლუტურად შერაცხადი ადამიანები, რომელსაც სიგიჟეს ვერ დააბრალებ, აი ამ მასობრივ ფსიქოში იღებენ მონაწილეობას. ეს უცხოელების მიერ გადახდილი ფულია, მაგრამ რავი, თქვენი აზრით. ნახეთ ამ ადამიანებს, რომლებმაც 2012 წელს დათმეს ხელისუფლება, ნამდვილად არ ეგონათ, თუ ამდენი წლის განმავლობაში ისინი ვერ დაიბრუნებდნენ უკან. იმიტომ რომ მათ იმ პერიოდშიც კი 2012-ში და მას შემდეგაც ხო ეს კოჰაბიტაციის პერიოდშიც კი ჰქონდათ ძალიან დიდი მხარდაჭერა მათ შორის ევროკავშირიდან და მათ შორის ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან იყო და შესაბამისად მათ ჰქონდათ ილუზია, რომ შეიძლება 4 წლის თავზე, მაქსიმუმ 8 წლის თავზე და თუ გახსოვთ თქვენ რომ გვახვევდნენ 8 წელს თავზე, სულ რომ აი არ არსებობს რომ 8 წელზე მეტი, ხო 2 ვადის მეტით იყოს ხელისუფლება და ასე შემდეგ და ეს ძალიან ისე მკაცრად ჩვენ საზოგადოებას ჩაუდეს რომ ნუ 2 ვადი დამთავრდა და ეხლა თითქოს მოამზადეს და მაგიტომაც იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამხელა წინააღმდეგობები და გამოსვლები და ასე შემდეგ იყო ზუსტად 8 წლის თავზე ხო 2020-ის არჩევნებში. აი მაქედან დაიწყო, რატო 2016-ში არ იყო ხო ეს არაღიარების პოლიტიკა. ეხლა რეალურად არიან ეს ადამიანები გამწარებული პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ ხედავენ რომ დღითი დღე აგებენ, დღითი დღე აკლდებათ მათი მომხრეები, რომლებიც წლების განმავლობაში კიდევ ეგონათ რომ რაღაცა შეძლებდნენ და დღევანდელ დღეს უკვე 2 ვადაც გავიდა, 3 ვადაც გადის და ქართულ ოცნებას რეიტინგი უფრო ემატება ვიდრე აკლდება. აი რატო ხდება? რატო გიждდებიან ამაზე? ანუ მათ ხო შეუძლიათ რა უშლით ხელსაში დემონების მიერ არიან შეპრობილი რომ ვიღაცა მითხრა რომ მოდი ნუ ვამბობთ რომ რუსეთუმია ოცნება, მოდი ნუ ვამბობთ რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ, აბასთუმანში სიგიჟებს ნუ ღარ ვამბობ და რაზეც არის მოსადავებელი თქვათ რომ ჩვენც გავაგზავნებ იგივე კურსს მშვიდობის შესანარჩუნებლად. რა კარგია, წარმოვიდგინეთ, გამოდიან და იზახე რომ ჩვენ ძალიან მოგწონს ოცნების კურსი მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩვენ გავაგზავნებთ, მაგრამ უკეთესად გავაკეთებთ ამას. რაღაცა ყოფილი პრობლემები ილაპარაკოთ. აბა იმ მაგიარმა რა გააკეთა, მაგიარ თუ მადიარმა რა გააკეთა, ზუსტად ეგ არის ხო? ანუ როგორც კი გაიმარჯვა, ჯერ თანამდებობაზე არ არის დანიშნული და თქვა რომ ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას გავაგრძელებ. კი ბატონო. ხო, დაველაპარაკები რუსებსაც. ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია. ზუსტად ეგ არის. კონკრეტული ადეკვატური მესიჯები, სიგიჟეები კი არა. ამათ რატო არ ჩვენ ხო დავინახეთ რომ გარკვეული თვეების წინ მათ რიტორიკა შეცვალეს. უცბად მათთვის მშვიდობა გახდა პრიორიტეტი. ეხლა დავინახეთ 2-3 დღის წინ რომ თურმე ეკლესია მართალია მოედანეაო ახსენეს, მაგრამ მოუბრუნდნენ ვითომ იმას რა ქვია, დღეს სასწაული გააკეთეს. პეტრეცავა მაგას ამბობ დღეს პეტრეცავა გამოიყენეს ეს არამზად კი ბატონო შეურაცხყოფა რომ მიაყენა საზარელი ღმერთი განიკითხავს მე არაფერ შუაში არ ადამიანი იძახის რომ მე არ მინდა პეტრეცავას სლოგანებს იყენებენ კი ხო და ეს ვინმე არ ყავთ რომ პეტრეცავა არ გვინდა ნახე შავა ის ადამიანები ხა ვინც კოალიციაში არიან ხო ძალიან კარგად ვიცით როგორ დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან ისიც ხო ძალიან კარგად ვიცით რომ ვითომ სააკაშვილი რომ ამათ ლიდერობას იჩემებს ეს მათი ლიდერი არ არის და რეალურად ისინი ყველა კაჩავს თავისკენ ლიდერობას, ხო? და ყველას გონია რომ ის რა ნაბიჯსაც გადადგამს, ის არის სწორი. და ასე რომ ესენი ვერასდროს ვერ შეთანხმებიან. გუშინ წინ უსმენდი უბრალოდ ერთ-ერთი ფედერალისტების წარმომადგენელს და ამბობს ეს ადამიანი რომ ჩვენ ამ ალიანსითო არ შევდივართო არჩევნებშიო. აბა უკვე იძახის, ანუ 2 წელიწად ნახევარია მაგამდე. და თავისი ოპოზიციონერს ედავებოდა ამ საკითხს. თქვენ ვინ გითხრათ რომ ჩვენ არჩევნებში მივდივართ ამ ალიანსით. მეც გამიკვირდა. ხო და ალიანსი ჩვენ შეგვაშინებენ. ხო, და მერე დაიშლება ქართული ოცნებების გაშვებას. ოღონდ დროებით, კი არა და ფორმალური მმართველობა ხონდა ტექნიკური მთავრობა. კი. მერე იქნება გიგაური იქნება პრემიერი ტექნიკური მთავრობის და დანიშნავს არჩევნებს და მერე გაიქნება. და აქედან გამომდინარე მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ეს ადამიანები როდესმე
საქმე ერთ აზრზე იქნებიან. ვერასდროს ვიღაცა მშვიდობას დაუჭერს ხარს, ვიღაცა ომს, ვიღაცა პატრიარქის მშვიდობას ვინ უჭერს ხარს? არა, არ მინახავს ეს განცხადება. არა, იყო გვარამიასგან ვიღაცებისგან რომ რაღაც მშვიდობა, რაღაცას კარგია რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და ასე შემდეგ. იყო შეცვალეს ესე თქვა პლასტიკა. ხო და აქედან გამომდინარე ვის დამსახურება? ხო ეგეც უნდა თქვა მაშინ. 100 თუ იტყვი ბედს უნდა მოაყოლო რა. კი, გეთანხმებით. მაგრამ ნუ ეს არის ქაოსურად. ეხლა თან მეორე თემა, ეხლა აგერ რაღაც ჩეხი ექსპერტი გამოჩნდა საერთოდ წინა პლანზე, რომელიც არაგვარია, ხო, რომელიც თითქოს რაღაცა ატრენინგებს ამას, ხო? ეს ძალიან კარგად გაიშიფრა უკვე ეს უცხოელების სქემები, რომლებიც ცდილობენ, რომ ხან პოლიტიკური განცხადებებით, ხან საზოგადოებრივი და ასე ვთქვათ, მაუწყებელზიან ტელევიზიებზე მოახდინონ ზეგავლენა ან რაღაც გააშაონ. იქ ეხლა გუშინ წინ ის მთავრობის ცვლილებების გამოაგდეს რაღაცა ფეიქ, ხო და ეს ამით ალაპარაკებენ მოსახლეობას. ანუ საზოგადოებას ალაპარაკებენ, რომ აი ეს მოხდა და თავიდან ბოლომდე ქმნიან გარკვეულ ეჭვს თავრობის მიმართ, რომ ვიღაცას დაიჯერებს, ვიღაცა არ დაიჯერებს ამას და ეს გონიათ, რომ ეს საბოლოოდ გაამართლებს, მაგრამ შეიძლება რაც უნგრეთში ამართლებს პირობითად ვამბობ. ის ვერ გაამართლებს საქართველოში. ერთ-ერთი უნგრეთში კორუფცია იყო დიდი. ეს ხელისუფლება მე პირობითად მოვიყვანე უნგრეთი ან ჩეხეთი, ანუ სქემას ვამბობ რეალურად. არა, მაშინ რა თემებს იღებენ? გაცილებით უკეთესი თემები აქვთ საოპოზიციოდ, ვიდრე ეხლა ცოცხალ ძაღლების დაწვა, კარგით რა ხალხო. აბასთუმანი. არ შეიძლება ესე, ანუ მე ყველა გაგიჟდათ, ხო? ან მე ვიცი რომ არიან იქ ადამიანები, რომლებიც ამას არ აყვებიან რა, მაგრამ რაღაცა ეთყობა დაფინანსება ესეთი, ან რაღაცა მართავს ამ პროცესს ესეთი იდიოტი, რომელსაც გონია რომ ეხლა აბასთუმანზე ხალხი გავრაბება. აი მაგას უსვამს ზუსტად ხას, რომ იქ იმდენი განსხვავებული აზრის ადამიანები არიან, რომ არ შეიძლება მათ ერთი ლიდერი ჰყავდეთ. ხო, განსხვავებული მარტო არა, ადამიანები, რომლებიც ლანძღავენ, ულანძღიათ ერთმანეთი და უმხელიათ, ხო? აი მაგალითად გიგი წერეთელი რო ავიღოთ, ჯერგოლეიშვილის და გიგი წერეთელის ურთიერთობა, ხო? ამხილა პირდაპირ რომ ის როგორც ადრე აყალბებდა არჩევნებს, ისე აყალბებს ეხლაც და ასე შემდეგ. ამასაც დაშლის. ხო და რიგით მეხუთე პარტია იქნება, ამასაც დაშლის ჯიგრულად. ხო და მაგას ვამბობ, ეს ადამიანები ერთადერთზე თანხდებიან, მხოლოდ რომ ქართული ოცნება არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თორე აი მე ძალიან მაინტერესებს, აი უბრალოდ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ, ესე ვთქვათ, დაალაგა, ვინ უნდა ყოფილიყო მერი იქნებოდა ხა, რა თქმა უნდა, აღარ ვამბობ ვინ, ნუ ხატია დეკანოიც ხატია. და იმან დანიშნა ქუთაისის მაშინ გუბერნატორი ყავი და მან თქვა რომ ეს იქნება ჩემი მოადგილე ერთი, ეს იქნება ჩემი მეორე მოადგილე, ეს და ანუ გარკვეულ წილად შეკრა ეს თვითმმართველობის ხელმძღვანელობა. აი ძალიან მაინტერესებს ერთი ფსევდო ის რომ გააკეთონ მაგათმა მთავრობის შემადგენლობა, ვინ სად იქნება. აი იქაც ვერ შეთანხმდებიან. პრემიერი ვინ იქნება? ჩერგო თუ მიშა. ძალიან მაგარი. ოღონდ მე არ ვიცი ხა ქუჩაში არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ორმა კაცმა რაღაც ესენი ერთმანეთს კადრებენ რა. ნუ აი ხო და მაგაშია ეთყობა რაღაცა არის კიდე რას მოქმედებს იცი ალბათ ბაბლის ძალა არსებობს ესეთი როცა სულ შენაირებში ხარშები სულ შენ რომ გეთახმებიან ისეთ ხალხთან ახარ და გონია რომ მაგალითად და კაცო გარეთ რა ხდება არ იცი რა მაგალითად სულ მუდმივად გონიათ რომ 26 მაისი ხა 26 მაისი აი რატომ დანიშნეს 26 მაისს ხო რატო ელემენტარულია რომ უნდათ რომ რაღაცა დააპირისპირონ ხო და ხალხი ისედაც გამოდის მე გაიგეს სეინოს ბავშვთან თუ შენი მომხრია აი რა დომხალი კი ბატონო აი 9 აპრილი, რომელიც ყოველთვის იგივდებოდა ქართული ხალხის ერთიანობის დღედ. თუ წუხარები რა გააკეთეს, ხო? რეალურად 9 აპრილს გააყვეს ზუსტად საზოგადოება. ნაწილი გამოეყო ის საზოგადოება, იმდენიც ვერ შეიკრიბნენ, რომ რაღაც რეალურად იქ პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ჩვენ ხო ვიხილეთ მე ეს ტელევიზიებში, აი ესე მოხდა, ესე ქნეს, ესე აი ეს არის უბრალოდ ქმნიან დილიდან საღამომდე დღის წესრიგს. ისტორიას, რომელსაც რაღაცა აპიარებენ
24 საათის განმავლობაში და ეხლა შეიძლება ამ წუთში ზიან და ხვალ რა ვქნა თუ ახლა ნუ კაი ეს აბასთუმანმა ჩაიარა ახლა ხვალ იტყვიან რაღაცა კამიტიც ვერ მუშაობს რამდენი თემა გააკეთეს ზაღლების დაწვა ვერ იმუშავა 3 დღიანი 4 დღიანი ციკლი არის ჩემი იმიტომ რომ სიცრუეა ხო მე ავიწლებათ ეს სიცრუეა იმიტომ რომ საზოგადოება ამას ამხელს და გებულობს რომ ეს არის ეს ადამიანები ცრუობენ აბა სინამდვილე იყოს მართლა იყოს ეგეთი და იოტისოდენ არა თუ ვინმე რამე მოითმინოს და თუ არ გაისოს რა თქმა უნდა და ის რო ყავთ რა ქვია იმას დეპუტატი მოხუცი ამერიკელი პარლამენტის წევრი კონგრესმენი რა ერქვა ეს $1000 ხო ნუ დაგვავიდა სახე ხედავ რა ჯო ვილსონ ხო აი ჯო ვილსონსაც ხანდახან შეურევენ ხოლმე ოღონდ ჯო ვილსონი როგორ ტიპია იცი რომ ირანის ჩვენ ვართ რუსეთის ირანის და ჩინეთის ხელისუფლება ოღონდ ტრამპი გამოდის მაგის კუმირი და ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩაგეხუტებიო კაცო ეგეთი ირანს უთქვა რომ ყველაზე კარგი ურთიერთობა რაც ქონია ირანთან ძალიან სასაცილოა ეს უბრალოდ რა ძალიან და ცოტა არ იყოს უკვე დამღლელიც რა კარგით კი ბატონო ჩვენ რას ველოდებით იცი რომ რაღაცნაირად აი თუნდაც ეს სასამართლო ხო ჩვენ ვერ მოახდეთ სასამართლოზე გავლენას მაგრამ იქ ისეთი მასალებები მაქვს საკითხული თეას კომისიის დასკვნა წიგნად შეუძლებელია ხა იმას ადეკვატური პასუხი არ გაეცეს და რაღაცნაირად ეს შეზღუდვა მაინც იქნება რა ყოველ შემთხვევაში მე მაგალითად ძალიან არ მომწონს რომ ბიუჯეტის ფული მიდის აი ამ ნაძილების დაფინანსებაზე ეს ძალიან ცუდია მეთანხმები ხო იმიტომ ის ფული კაცლებითა საქმეს შეიძლება ეგეც დემოკრატიის შემადგენელი ხო მაგრამ ნუ ეს პარტია თუ გაუქმდება დაფინანსებაც არ იქნება პარტია თუ გაუქმდება რა და ზოგადად ის კანონი გვაქვს შემახსენეთ მიღებული რომ თუ უარს ამოს მანდატაზე პარტია იყო ესეთი იდეა რომ დაფინანსებაც შეჩერებული არა ეგეც სწორია ანუ რა გამოდის რომ შენ ეგრევე გადადიხარ დესტრუქციულ ხარეს შენ მოგცეს ხმები შენ ხმებს ფეხებზე იყიდებ და უკვე აღარ უნდა გქონდეს დაფინანსება. მაგ ფეხებზე დაკიდებაზეა ბოდიში ხას ეთერში ამ თემაზე ლაპარაკი, რომ აი ეს ადამიანები საერთოდ არ თვლიან იმას, რომ მათ რაიმე ვალდებულება უჩნდებათ. როცა ხო, აი ერთ სოფელში თუნდაც ეხა მე სულ რეგიონთან მაქვს ხო ურთიერთობა, მაგრამ იმ სოფელში მე სადაც დავდიოდი წინა საარჩევნოდ არის თუ ეხა თუ ამ შემდეგ ხო არის გარკვეული 5-10 კაცი რომელიც აძლევს ოპოზიციას ხმას და ის 10 ადამიანი იმიტომ აძლევს ხმას იმას რომ იმას გონია რომ ის მართლა რასაც პირდება წინა საარჩევნოდ მართლა რომ მოვიდეს ხელისუფლებაში ის იმას გააკეთებს რევოლუციისთვის არ ხელისუფლებას თუ არ მოდის როგორც მინიმუმ პარლამენტში შევიდეს კანონპროექტი წარადგინოს დაამტკიცოს იქ რომ ეს შესაძლებელია ისე კი არა რომ საიდანღაც აფრიალოს ციფრები არა კონკრეტულად ბიუჯეტში საიდან უნდა მიემართოს ეს სახსრები დაამტკიცოს და მართლაც მოხდეს ის და შეასრულოს ის დაპირება და ეს ადამიანები ესე იდებენ ამ იმას რა ქვია ხმებს ჯიბეში და მე ხან შედიან ხან გამოდიან და ნუ რასაკეთებენ აღარ არის და ეს 10 ადამიანიდან იმას უკვე რომელმაც 2020-ში მისცა ხმა დარჩა 5 და 24-ში მისცა და 28-ში იმ 5-დან არც ერთი აღარ მისცემს და ესენი გარბიან და ვიღაცებს ეძებენ საზღვარგარეთ რომ როგორ მოვიგოთ არჩევნები და უნგრეთის წყალი ჩამოვა. ახლა სასაცილოა. კი, ანუ სატირალი რო არ იყოს. ბევრია დაფინანსება, ეგეც უნდა ეკრძალოთ და ეთერის დაკავება ზედმეტად და ასე შემდეგ, მაგრამ სასამართლო ალბათ როდის განიხილავს ზაფხულში, ხო? ვერ გეტყვით, პრინციპში ველოდებით ზაფხულისთვის, ხო? კი ბატონო. დიდი მადლობა, უგლეს მადლობა ზვია ჩაღამბერეზე ჩვენი განაცემის სტუმარი და ეკა სეფაშვილის პარტია ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობის დივანს ველოდებით სულ მცირე ხანში. რეკლამა. ეკა სეფაშვილი ჩვენი განაცემის სტუმარი, მოგესალმებით პარტია ხალხის ძალა. ხალხის ძალა ამ ბოლო დროს გარკვეულ აქტივობას იჩენს, ოპოზიციურ აქტივობას აძლიერებს. ხუნდაძე არის წამყვანი ძალა ამ აქტივობაში. საუბრობთ უკვე მეორეჯერ ისაუბრეთ თუ მესამეჯერ მომხრეებზე, რომელიც პარტიას, მართლ პარტიას უნდა მხოლოდ არჩევნებისთვის და ეს არ ვარ თქვენი აზრით. უფრო კონკრეტულად რომ განმარტოთ ეს. ნუ აქ საუბარი ეხება იმას, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხალხის ინტერესებზე და ეს ის ხალხია სწორედაც, რომელიც ზურგს გვიმაგრებს საერთაშორისო ამ ზეწოლის
პერიოდში და ამ განმავლობაში. სწორედ ეს ის ხალხია და როდესაც აი ჩვენ ხალხსა და ხალხის ინტერესებზე ვსაუბრობთ, აქ პირველ რიგში არის სწორედაც რომ მათი ინტერესების დაცვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, არა მარტო საგარეო პოლიტიკაშიც. კი გასაგებია მშვიდობა კარგია, მაგრამ რას უყურებთ? მთავრობა მიიღო რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რბილად რო ვთქვათ, მაინდა-მაინც ხალხის ინტერესებში არ იყოს. კი, ეს მაგას ვამბობ ზუსტად. კი, იყო იქ რაღაცა ასე ვთქვათ. იგივე ჩვენ პირველად განვაცხადეთ მანქანების შესახებ 6 წელზე უფროსი. შეიცვალა, მაგრამ თლად ისეთი გამოსავალი არ ქონდა, როგორცაც ჩვენ ვისურვებდით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისეთი ტარიფი დაწეს და ასეთი მანქანებზე, რომ ფაქტობრივად ამკრძალავია ისეთი ძვირი გამოდის უკვე. არ შეეხო. მე მაგალითად ჩემი ხო, ნუ რეექსპორტს არ შეეხო, იმიტომ რომ რეექსპორტი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ რჩება. და რადგან როგორც მთავრობამ განაცხადა, ამოსავალი წერტილი იყო ეკოლოგიაზე ზრუნვა, მაშინ შეიძლებოდა იქ რაღაცა ძრავის მოცულობის მიხედვით გარკვეული გრადაციების დაწესება სხვა ავტომანქანებზე, ისევ და ისევ ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და ნუ რა თქმა უნდა ეკოლოგიაც რომ მივიღოთ ხედველობაში. ასევე პლასმასის ბოთლების 4 წლით გადაიწია, თუმცა რაღაცა რეგულაციები მაინც შემოვიდა, მაგრამ აქ საუბარი ეხება არა იმას, რომ ეს ჯანმრთელობისთვის არ არის საზიანო, რა თქმა უნდა საზიანო, მაგრამ აქაც შეიძლება რაღაცა გონივრული ზღვარის დაწესება, იგივე ვთქვათ, გამაგრილებელი სასმელების მიწოდება, გარკვეული პლასმასის ჭიქებით თუ ბოთლებით თავისუფლად შეიძლება განსაკუთრებით ზაფხულის კი ეხლა შესაძლებელია ზაფხულის გრილ სეზონზე ცხელ სეზონზე უკაცრავად და არის ესეთი რაღაცები იგივე თქვათ მაგალითად იყო ესეთი ვითარება როდესაც მაგალითად ბავშვების სკოლაში მიღების ასაკთან დაკავშირებით იყო ჩვენ შეიცვალა ჩვენ ვაპირებდით ამის შესახებ განცხადებას და შიგნით ჩვენ გვქონდა ამის შესახებ საუბარი მაგრამ ნუ სანამ ჩვენ ხმამაღალ განცხადებას გავაკეთებდით მართლმა გულმა უკვე შეცვალა დახშული არ არის უსმენს კი არა დახშული არ არის უსმენს ხო ნუ ჩვენი როლიც აქ გარკვეულწილად ხშირად ხდება ხოლმე ისე რომ კულისებში ანუ კულუარებში გვაქვს ხოლმე ეს კამათი და იქაც ხდება აზრების გათვალისწინება და ეხა უფრო ასე ვთქვათ ამ ბოლო პერიოდში უკვე რამდენჯერმე იყო როდესაც ღიად ეხა გადავიდეთ საგარეო საქმეებში რომელშიც სპეციალისტი ხართ კი ბატონო ასევე გააკეთეთ განცხადება ხალხის ძალამ და მოითხოვეთ დებატები ამ საკითხზე. არა, მე არ მომთხოვე ეს. ეგ იმად მოითხოვა. ნეიტრალურმა საქართველოს მოითხოვა. მაგრამ თქვენს გააკეთეთ განცხადება. მე განცხადება გავაკეთე საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებით. საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, უფრო კარგი იქნება, რომ პროაქტიულად იყოს მათი მუშაობა წარმართული მასპინძელ ქვეყნებში, იმიტომ რომ ისინი უკეთესად აფასებენ იმ მოცემულ ქვეყანაში მდგომარეობას. იციან. აი, რას გულისხმობ, აი ხა მაგალითად კონკრეტულად რო გითხრათ, აი ხა ზუსტად დღეს მოვისმინე, რომ საქართველოში იხსნება Starbucks-ი და ეს მოხდა კუვეითში საქართველოს საელჩოს, თურქეთის საელჩოს და ასე შემდეგ ხელშეწყობით. ანუ საელჩომ შეასრულა ამაში გარკვეული როლი და ეს Starbucks-ი მარტო ყავა კი არ არის, როგორც ასეთი. ეს არის გლობალური ბრენდი, რომელიც სხვა ინვესტორებს ეუბნება, რომ საქართველოში ინვესტიცია უსაფრთხოა. როგორც მაგდონალდსი იყო თავის დროზე. და აი როგორც ხედავთ, საელჩომ შეასრულა ამაში განსაკუთრებულ როლს. და რა არ მოგწონთ? მე არ მომწონს საელჩობის პასიურობა. ეხლა მე შემეკითხდნენ ჟურნალისტები, რომ რომელი საელჩო იყო და კონკრეტულად მაგალითებს ხო ვერ დაასახელებთ, რომელიც სულად მუშაობდა, მაგრამ აქ ცოტა მე მგონი ჟურნალისტებიც და ზოგადად ჩვენი საზოგადოებაც სტერეოტიპებში ვიკეტებით, იმიტომ რომ მაინდა-მაინც ნეგატიურზე გონიათ, რომ ოპოზიციურმა თუნდაც კონსტრუქციულმა ოპოზიციამ უნდა გაამახვილოს ყურადღება. მე პირიქით დადებითი გამოცდილება მქონდა საელჩოების ასეთი ტიპის მუშაობასთან დაკავშირებით და რომ მომეწონა მათი მუშაობა, იმიტომ განვაცხადე, რომ სხვა საელჩოებამაც იმუშაონ ასე და ამგვარად. კონტრარგუმენტს მოგიყვანთ. ჩვენ ქვეყანა პრაქტიკულად არაკეთილი წყობილთა გარემოცვაშია, ბევრი ევროპელი დიახ. ქვეყნის გარემოცვაში ვართ არაკეთილი სურვილი. გერმანიის საერთოდ ჩვენს გერმანიის ელჩი ვენის კონვენციას აქვს. დიახ. ბევრჯერ. და როგორ გეჩვენებათ, როგორ უნდა
გამართოს ჩვენმა ელჩმა იქ მუშაობა, როცა ისთავრობა გვერდჩის ასე არასწორად. ან ობიექტური პრობლემა ხო არსებობს? ობიექტური არსებობს. მე სწორედ ამას გულისხმობ, რომ პროაქტიულად მუშაობა ნიშნავს იმას, რომ გამოინახოს ის თანაკვეთი საერთო წერტილები, რომელიც შეიძლება რომ იქცეს ხალხებს შორის დაახლოების. აი ბრიტანეთის ჩვენი საერთო ჩვენ დაგვასანქცირეს ხდები? რა უნდა ქნას ჩვენმა ელჩმა ბრიტანეთს? აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ასე მაგალითად ეხა საფრანგეთში იმართება ქართული წიგნის დღე. ეს არის ასე ვთქვათ, გნებავთ კულტურის, გნებავთ განათლების აი ამ სფეროებში დაახლოებით. ეხა საფრანგეთიც არ არის მაინდა-მაინც ლოიალურად საქართველოს მიმართ განწყობილი და ზედამთვარე ჩვენზე არ ამოდის და ისეთი არ არის როგორც ინგლისი და ჩვენზე ხო რა თქმა უნდა. გერმანიაშიც და საფრანგეთშიც ფიქრობ აი ესეთი ტიპის მე გულისხმობ აი საგანმანათლებლო კულტურული ხალხთა შორის კონტაქტების დაახლოების მიზნით, იმიტომ რომ აი იგივე გერმანიაში რომელიც ძალიან ნეგატიურად არის ჩვენთან განწყობილი და ნუ ელჩი რასაც ჩადის მოგეხსენებათ გასულია საერთოდ დიპლომატიური მომსახურების ზონიდან საერთოდ გასულია, მაგრამ უყურეთ რა მოხდა გერმანიაში AfD, რომელიც არის გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური და მან გაგზავნა კითხვები ბუნდესტაგში. იყო დაიბარეს ელჩი კითხვები, აი ეს ძალა არის, რომელზეც შეიძლება ვთქვათ იმუშაოს, მე მაინც კონკრეტულად საერთოდ არ ვამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც ხალხთა შორის კონტაქტები დამყარდება და იგივე ვთქვათ, მე მაგალითად მინახავს ხა მაგალითად ბრიტანელი ლორდი, რომელიც არის ასე ვთქვათ, კანონშემოქმედებით ორგანოში, ხო, ზედაპალატაში დასაქმებული მოღვაწეობს იქ და მეუბნება მე ვიცნობ ერთ ქართველს რომელიც მეუბნება ასე და ასე და იმეორებს აბსოლუტურად აკაცუკის დღის წესრიგს და შინაარს. ეხლა წარმოგიდგენთ იმას რომ ქონდეს საშუალება რომ შეხვდეს სხვა ჩვეულებრივ ასევე თუნდაც მომღერალს, თუნდაც პიანისტს, თუნდაც წერალს და მასთან ქონდეს ასეთივე შეხვედრა. მას ხო ექნება უფრო მრავალმხრივი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ვფიქრობთ რომ უყურეთ მე აი ესეთ უფრო კარგად შევეცდები რომ კითხვის ფორმულებას უფრო კარგად შევეცდები. თქვენ არ ფიქრობთ რომ აი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნის ხელისუფლებები ჩვენს საელჩოს ან ჩვენს სახალხო დიპლომატიასაც თქვენ ბრძანებთ ხელისუფლებები იქ ხელს შეუშლიან. მაგალითად ჩვენ თუ დავაპირებთ იმ ლორდის მოწვევა რაღაც ქართულ ფორუმზე ხელოვნების შეიძლება ეს შექმნას პრობლემებით თუ ფორუმს. ანუ შესაძლებელია რაღაცნაირად იმ მუშაობით, თუნდაც ჰუმანიტარული მუშაობით, თუნდაც კულტურის ატაშეების მეშვეობით გაკეთება ისეთი რაღაცეების, რომ ჩვენი სიმართლე გავიტანოთ. თუ ეს არ მოწონს მართლ ძალას. აქ ორ ასპექტს გამოვყვა. ერთი რომ ვფიქრობ, ნამდვილად შეიძლება, ამის ძალიან კარგი მაგალითია, მაგალითად ბრიუსელის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ვიცით როგორიც არის და ამავე დროს საქართველოს ინიცირებულ პროექტს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს ანიჭებენ პრიორიტეტულ ფუნქციას. ანუ ეს ნიშნავს რომ დენის კაბელს, ხო? დენის კაბელს, დიახ. ანუ როგორც ხედავთ, ანუ ეკონომიკურ ატაშეებს, კულტურის ატაშეებს თავისუფლად შეუძლიათ ამ მიმართულებით მუშაობა. ეს ერთი. და მეორე მომენტი, რატო გვაქვს ჩვენ მაინდა-მაინც აქცენტი არამეგობრულ ქვეყნებზე? ძალიან ბევრი ისეთი ქვეყანა, რომელიც არის ნეიტრალურია და მათთანაც შეგვიძლია ჩვენ ეს ურთიერთობა დამყარება. ანუ ნებისმიერი ქვეყნის მართლის ამოცანა რა არის გაზარდოს ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. როგორ ხდება ეს, ხო? ვაჭრობის სინთეზი ეკონომიკის გაზრდა. ეკონომიკის საშუალებით. ეკონომიკა ხა მოგეხსენებათ თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში თუ არა გვაქვს ჩვენ დივერსიფიცირებული ეკონომიკა, თუ არა ვართ სრულფასოვნად ჩართული ამ გლობალურ ეკონომიკაში და გლობალურ ეკონომიკაში ჩართვა სრულფასოვნად. იმას გულისხმობს რომ ჩვენ ჩავერთოთ არა ისე როგორც იაფი ნედლეულის ან იაფი მუშახელის მიმწოდებელი, არამედ მაღალკვალიფიციური შრომის, მაღალკვალიფიციური პროდუქტების ინოვაცია მეცნიერება ტევადი დარგების მიმართულებით და აი ამ ყველაფრის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ასეთი კავშირების, მეცნიერთა შორის კავშირების, ხალხთა შორის კავშირების, კულტურული განათლების და ასე შემდეგ ასვლა. საქართველოს როგორც ასეთი პატარა ქვეყნის ინტერესებში რატო მაინც შედის მაინდა-მაინც მხოლოდ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა. მე არ ვამბობ რომ არ უნდა ქონდეს ურთიერთობა და უნდა ქონდეს ეს ჩვენი გაცხადებული მიზანია, ამას ძალიან მყარი ეკონომიკური და პრაგმატული საფუძველი აქვს, მაგრამ ევროკავშირის იქით უამრავი სხვა ქვეყანა, რომელთანაც ასევე შეგვიძლია ჩვენ ურთიერთობა ავაწყოთ და გავაძლიეროთ იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნები, ჩინეთი. ფაქტია, რომ მაშინ კიდევ დისკუსია გამოდის. უკვე უთხრეს ფაშინიანს, რომ ან ევროკავშირი, ან ჩვენო რუსებმა. კი ბატონო.
კი ბატონო. ჩვენ რა შევით? აი ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ რუსებმაც თუ ჩვენ ესე გითხრეს? გეტყვია. ნუ უკვე გითხრეს, კი ბატონო, უკვე გითხრეს. იცით რა არის? მან პირდაპირ პრობლემა აქვს, დებით, იმიტომ რომ პრეფერენციები ქართულ საქონელს აქვს, სოფლის მეურნეობის პროდუქტს და ასე შემდეგ და ფულს შოულობენ ქართველი ამ საქმით დაკავებული ხალხი, შოულობს და ამავსობაში ის რაც გეუბნები, ეს პოლიტიკური კი არ არის. უბრალოდ სხვადასხვა კანონები გვაქვს, სხვადასხვა მიდგომები გვაქვს სურსათის უვნებლობასთან და ხო შეიძლება რომ რაღაცა ჭია იპოვონ ღვინოში ან რაღაცა პესტიციდი ხო? ეგ ვიცით რუსების მეთოდი ვიცით როგორ. ნუ ეს გამოგვიცდია, მაგრამ აქ მე არ ვიჩქარებდი, იმიტომ რომ ევროკავშირი თავის დროზე შეიქმნა როგორც ეკონომიკური გაერთიანება და ეკონომიკური ინტეგრაცია და თავდაპირველად სწორედ ეკონომიკური მიზნები ჰქონდა და რუსეთმა ესეთი ტიპის განცხადებები გააკეთა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ევროპამ დაიწყო შეიარაღებაზე საუბარი და მილიტარიზაციაზე და ეხლა ამაზეც ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. რა მოხდება მერე, ხო? კაცმა არ იცის როგორ მოახერხებენ მილიტარიზაციას და სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას. ნატოს გაძლიერებას. კი, იმიტომ რომ პირველ რიგში მათ ეკონომიკური პრობლემები აქვს. იმათ ეს ეკონომიკური პრობლემები, რომელიც მათ ამჟამად აქვს, ეს გუშინ და მხოლოდ ომის დროს არ დაწყებულა. მოგეხსენებათ ყოფილი მათი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი დრაგი არის ასეთი ეკონომისტი, რომელმაც დაწერა კონკურენტუნარიანობის ანგარიში ევროკავშირის ქვეყნებზე. იქ საშინელი შედეგები აქვს. პირდაპირ ეუბნება თუ არ შეცვალეთო თქვენი მიდგომაო ევროკავშირისთან დაკავშირებული პრობლემები ევროკავშირის იდენტობას ურტყავს პირდაპირ. კი, და სხვათა შორის მიგრაციასთან დაკავშირებით ახლა ევროკავშირი ცდილობს ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას მაშინ, როდესაც თავდაპირველად, როდესაც ევროკავშირი შეიქმნა და ერთიან ბაზარზე გადასვლა დაიწყეს, მიგრაციის პრობლემას ყველა ქვეყანა თვითონ დამოუკიდებლად უმკლავდებოდა, იმიტომ რომ ითვლებოდა ეს იყო ქვეყნის ეროვნული საკითხები და ეხა უნდათ საერთო მიდგომის შემუშავება, მაგრამ ამ საერთო მიდგომაში სხვათა შორის ძალიან ბევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება. მათ შორის ეს ახალი არჩეული უნგრეთის ხელმძღვანელი. კი, მათ შორის ეს რომელიც ძალიან გაუხარდათ ურსულასაც, ჩვენებსაც და ეგონათ რომ არიქა 180 გრადუსით შემოხონდებოდა უნგრეთის პოლიტიკა, მაგრამ ესე არ არის და ეხლა მე მქონია მაგალითად შეხვედრა სხვადასხვა იგივე ამ მტრული ხელმძღვანელობის მქონე ქვეყნების სხვა წარმომადგენლებთან, რომლებიც ასევე ღიად და თამამად და ზუსტად იგივე კონტექსტში საუბრობენ ამ მიგრაციაზე, როგორც იგივე ორბანი საუბრობდა, ან როგორც უნდა შეზღუდოთო? კი, აუცილებლად უნდა შეზღუდოთ. აბა მაშინ ურსულა რატო ამბობს ეს რაღაცებს, რაც მათ ეწინააღმდეგება? ხო და საქმეც მაგაშია, როდესაც ევროკავშირი საერთო სახელით, ანუ ევროკომისია ითხოვს უკვე ისეთი რაღაცების გატარებას, რაც ცალკეული ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს უკვე აღარ პასუხობს, იქ კრახი უკვე გარდაუვალია. იქ უკვე ხო და ესეთი საკითხები თანდათან დაგროვდა. თქვენ უგავიწყდებათ იგივე LGBT პროპაგანდას, რომელიც მიღებასაც ისინი ცდილობენ 2030 სტრატეგია თუ რაღაცა. ესე იგი, დაახლოებით 13 ქვეყანაში ხო მიღებულია და ყველა ქვეყანაში, რაც არ უნდა თანამედროვე და განვითარებული იყოს, ყველა ქვეყანაში ძალიან დიდი წინააღმდეგობების ფონზე მოუწიათ. ახლა მე მახსოვს 2013 წელს მიიღო საფრანგეთმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და იმ პერიოდში ზუსტად მომიწია პარიზში ყოფნა. უზარმაზარი გამოსვლები იყო. ლამის დაანგრიეს. ჩვენ საერთოდ გაგვაფრთხილა რომ სახლიდან, სასტუმროდან არ გავსულიყავით და მე მაინც გავედი ცენტრში მომიწია გასვლა და საზელიძეზე იყო. ხო, დიახ, პოლიციამ არ გამიშვა იქ იმაზე რომ მიხვნა რომ უცხოელი ვიყავი, აღარ გამიშვა და იძულებული გავხდი უკან დაბრუნებულიყავი. უზარმაზარი და ძალიან აგრესიული ხალხი იყო გამოსული. ანალოგიური იყო. მაგრამ არაფერი არ შეიცვალა. არაფერი არ შეიცვალა, მაგრამ იმას ვაუბრობ, ეს წინააღმდეგობა უფრო და უფრო მატულობს. იგივე ასეთივე ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ საბერძნეთში, რაც მახსოვს და რაც მახსენდება. ასე რომ თვითონ ევროკავშირის შიგნით ძალიან ბევრი წინააღმდეგობა, რომელიც უკვე აი ამ საერთო პოლიტიკებს მოყვება. იმიტომ რომ ერთია, როდესაც ქმნის საერთო ბაზრის სტრატეგიას და იქ გაქვს იგივე სურსათის უვნებლობის, პროდუქტის უსაფრთხოების და ასე შემდეგ საერთო მოთხოვნები და საერთო დირექტივები, რომლებიც ისევ და ისევ საერთო ბაზრის განხორციელებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ეხმარება და მეორეა, როდესაც ეს ყველაფერი უკვე გადაყავს პოლიტიკურ ჭრილში, რომელსაც არავითარი კავშირი აღარ აქვს უკვე საერთო ეკონომიკურ მოგებასთან. ინვესტიცია ევროკავშირის ქვეყნებთან არ არის მაღალი. სხვა ქვეყნებიდან და სხვა გაერთიანებებთან უფრო მეტი გვაქვს. ფაქტია ეგ. მაშინ ჩვენ ანუ როცა საქმეზე და რომელზე თქვა იტყვი უარსო,
პრაგმატულად უნდა და აირჩიო. სწორედ ამაზე ვსაუბრობ. საქართველო არის პატარა ქვეყანა და ასე ვთქვათ, მაინდა-მაინც მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობებზე მეც მაგას ვამბობ. ჩაციკლა არ ღირს სხვა უამრავი ქვეყანა არის, რომელთანაც შეიძლება. ჩინეთი, ინდოეთი, ბევრი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და ძალიან მზარდი ეკონომიკა. და ძალიან პრაქტიკული, იმიტომ რომ რა არის ჩვენი ამოცანა საბოლოო ჯამში. მართლა ის ხომ არ არის, რომ გინდა თუ არა რომელიღაცა ორგანიზაციის წევრი იყოთ. ამ ორგანიზაციის წევრობას რატო გვინდა? გვინდა იმიტომ რომ ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს, სისტემები იყოს მოწესრიგებული. მესმის. რადგან ოპოზიცია ხარ, თვლით თუ არა რომ ზედმეტად მაინც გადახრილია ოცნება დასავლეთისკენ და ევროპისკენ. და არ აქცევს ყურადღებას სხვა ქვეყნებს. მე ვერ ვიტყოდი რომ ზედმეტად გადახრილია, საკმაოდ დივერსიფიცირებულია პოლიტიკა, თუმცა უფრო მეტი დივერსიფიკაცია შეიძლება და მე ვიტყოდი რომ როდესაც ასე ვთქვათ პოლიტიკური ურთიერთობები დაძაბულია, იქ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ცოტა ისეთ თემებზე, რომელიც არ არის პოლიტიკური და რომელზეც ასთა სხვადასხვაობა არ გვაქვს. იგივე აი საფრანგეთში ტარდება, ბერლინში ჩატარდა ძალიან კარგი რამდენიმე წლის წინ ქართული წიგნის ფესტივალი და აი ასე ურთიერთობებით შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ გერმანელ, ფრანგ, იტალიელ, ესპანელ ხალხთან პრობლემები არ აქვს, აი მაშინ კითხვა კიდე კარგი. ჩვენ ვუყურებთ დასავლეთის საელჩოებს და ელჩებს, სოციალს მათ მისცეს ახლა უფლება გრანტების კანონში შეიყვანეს, შეიტანეს შესწორება და გრანტა დაგარჩება მათ დახარჯული. იცით რა, ეს ისედაც ესე იგულისხმებოდა, მაგრამ რადგან არ ეწერა კანონში, ბევრი კითხვები წარმოიშვა და დავაკონკრეტეთ, თორე ისედაც არ ეხებოდა. ისედაც არ ეხებოდა, რა თქმა უნდა. ეხლა და საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა რამაა და საელჩო სხვა რამაა, ეგ გასაგებია. რა თქმა უნდა, დიახ. ხო და მე რა მინდა რომ გითხრათ. აი ისინი ხო ელაპარაკებიან ჩვენს ოპოზიციას. ჩვენი საელჩოც ცოტა ხნის წინ ახსენეთ. აი აევდეს რომ დაელაპარაკოს, ან ფარაჯს რომ დაელაპარაკოს. კი, რატომაც არა. ანუ არ იქნება იქიდან დიდი წინააღმდეგობა ხელისუფლებიდან თუ აი მოსულა ეს. არ ვიცი ხა ეს როგორ იქნება და. არა, ის საინტერესო კითხვაა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იდეები ხო ემთხვევა უფრო ვიდრე ყოველ შემთხვევაში საელჩოს ამოცანა ის არის, რომ ქვეყანაში, მასპინძელ ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიები რას ფიქრობენ და როგორ ფიქრობენ, ესეც მათი საქმიანობა, ესეც უნდა შეისწავლონ, იმიტომ რომ მარტო ოფიციალურ წყაროებს და მარტო ხელმძღვანელ იქაურ პარტიას ხომ არ უნდა დაეყრდნონ. რა თქმა უნდა, ეს კავშირებიც უნდა გქონდეთ დამყარებული, ოღონდ რა თქმა უნდა, არც მათი მხრიდან როგორც ეს ხო არ უნდა იყოს, ანუ ასე ვთქვათ, რაიმე პოზიციის გამოხატვა, ეს უნდა იყოს უბრალოდ ინფორმაციული ტიპის შეხვედრა. აი ამ ურჩი ევროპელი ელჩებისადმი და ქართული ოცნების მიდგომა რითი იქნება განსხვავებული თუ აი მაგალითად რო პერსონა ნონ გრატა თუ არ ვაცხადოთ ვიღაც. იცით რა, მე არ მიმაჩნია რომ ამას შედეგი მოყვება, იმიტომ რომ ერთი პიტერ ფიშერი წავა, მეორე პიტერ ფიშერი ჩამოვა, ამას არავითარი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ პიტერ ფიშერი თავისი დამოუკიდებლად ხო არ მოქმედებს. მიღებული აქვს დავალება და ისე მოქმედებს შესაბამისად. ახლა დავალება ვისგან აქვს მიღებული, ეს ნამდვილად არ ვიცი, მისი სახელმწიფოსაგან აქვს მიღებული თუ მის სახელმწიფოს კიდე სხვა აძლევს დავალებას, ნუ დიდი ალბათობით ესე მნიშვნელობა არ აქვს. ნუ ყოველ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება? ახლა პიტერი ერქმევა თუ ფრანცი, ერთი და იგივე იქნება. ამიტომ პერსონა ნონ გრატა გამოცხადებას დიდ დატვირთვას მე არ ვანიჭებ. ბატონო? სამართლიანობა მოითხოვს, თუ თქვა რომ სხვა ქვეყანაში არ გაუტარებთ, დიდ ქვეყნებში, ძლიერ ქვეყნებში, ამას არ გაუტარებდნენ. ამ გერმანიის რომელიც გამოდის დიდ ქვეყანაზე ესეთი ზეწოლაც არ იქნებოდა, როგორც ჩვენ ქვეყანაზე არის. მოგეხსენებათ საქართველოზე 2022 წლიდან დაიწყო ეს გაუგონარი ზეწოლა. მანამდე ხომ არ იყო ესეთი ზეწოლა. ანუ ერთ დღეში შევიცვალეთ, ანუ ასე ვთქვათ. მაგრამ ნუ ესეც ის არის, რა ქვია. კონjunktურაა რა დღეს. კი, ესეთია და შეიძლება მე ხარ ვფიქრობ, მაგრამ მე მასაც ვფიქრობ, რომ თლიანად არ მოისპობა ეს, იმიტომ რომ მაინც ყოველთვის ეცდებიან საქართველოს ხელისუფლება იყოს ზეწოლა, რომ ყველა მოხდება, იქ როგორ შეიძლება პოლიტიკური ყველას ურჩევნია რომ მარიონეტი ყავდეს აქ, ვიდრე ისეთი ხელისუფლება, რომელიც ეუბნება, რომ აბა დავფიქრდები, აბა ვნახავ ხალხს. ჩვენ საქმე გვაქვს საკუთარ ქვეყნებთან და პლუს რაღაც გაერთიანებასთან. სხვა შორის ეს ცოტა უცნაურია რა, ევროკავშირის გულისხმობა. და სხვა ქვეყანასთან. თქვენ მართლა აღნიშნეთ შიდა წინააღმდეგობები არის და შეიძლება ისე მოხდეს, რომ ევროკავშირი არ არის მუდმივი მოქმედი კონსტანტა, ხო? შეიძლება დაიშავს. ნატო დაშლის პირას არის, მაგრამ. ხო, და აი ნახოთ ახლა ეკონომიკური პრაგმატიზმი აჯობებს თუ ეს პოლიტიკური კონjunktურა. თუ ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა აჯობა, მაშინ ისევ ძველებურ ევროკავშირს დაუბრუნდება ევროკავშირი, როგორც იყო, იმიტომ რომ ნუ იქ პრიმატი არის რა, რომ ეს ინტეგრაცია ისე წარიმართოს, რომ
ფირმებისთვის, ქვეყნებისთვის ადვილი იყოს, იმიტომ რომ ნამდვილად ახლა ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი ბაზარი ჯობია პატარა ბაზარს. და საბაჟოები არ უნდა იყოს და ასე შემდეგ ერთიანი ვალუტაც არ არის. ეს ძალიან პრაგმატული არის და აქ ამ ideit შეიქმნა, ასე ვთქვათ, თავის დროზე ევროკავშირი და ეხლა ცოტა სხვა მიმართულებით გადაუხვიეს, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ თუ მათ თავიანთი ეკონომიკები აინტერესებთ პირველ რიგში და პოლიტიკაც რა არის? პოლიტიკა არის გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები, სხვა არაფერი. შეიქმნა ნახშირ დიახ, ნახშირისა და ატომის ხო, ენერგო. დიახ, იმიტომ რომ ხო, ამის შესახებ რო ქონათ ყველაზე დიდი ერთი რაღაცა ის იყო. დავა რო ქონათ, რომ უბრალოდ კავშირი, ხო. ხო, ეს დავა რო გადაეწყვიტათ და წმინდა ეკონომიკური საბჭო. წმინდა ეკონომიკა მაგას ვამბობ და სხვათა შორის ევროკავშირის განვითარების ისტორიას თუ გადავხედავთ, არ არის ესეთი ისტორია, რომ ყველაფერი ესეთი ძალიან კარგად და მშვიდად დაწყნარდა. სულ იყო წინააღმდეგობები, სულ იგივე ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ ამ უნიფიცირებას, იგივე ცალკეულ ქვეყნებს თავიანთ შიგნით ქონდათ მერე პრობლემები, რომ ევროკავშირის საერთო პოლიტიკა მიიღოთ, იმიტომ რომ როგორც წესი ეს ინტეგრაციული თუნდაც მათ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები ცალკეული სოციალური ჯგუფებისათვის, იგივე ფერმერებისათვის, იგივე სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის არაპოპულისტურია. იმიტომ რომ მათ ინტერესებს ურტყავს. საერთო ჯამში კი ქვეყანა უფრო მეტ მოგებას იღებს ასეთი ინტეგრაციული დაჯგუფებისაგან, მაგრამ ყოველთვის ყველა ქვეყანაში არსებობს გარკვეული სოციალური ჯგუფი, რომელიც ასეთი პოლიტიკის შედეგად რჩება წაგებული. გერმანიამ საბერძნეთი რამდენჯერ გადაარჩინა? და დიახ, და აი ეს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის შიგნით თაგრია სოციალური ჯგუფები თუ სხვა საზოგადოების გარკვეული ფერების, შემდგომში ეს არის ის ამომრჩეველი, რომელიც გავლენას ახდენს მათ შიდა პოლიტიკაზე. მაგრამ როცა ევროკავშირი გადაიქცა უკვე იდეოლოგიის გავრცელების ძალიან მძლავრ მექანიზმად, რომელიც აი აქ უკვე მეტი წინააღმდეგობა იქნება, იმიტომ რომ თუ ადრე ხელისუფალს შეეძლო თავი ემართლებინა იმით, რომ ეს არის ეკონომიკური პრაგმატიზმი, ეხლა რა ეკონომიკური პრაგმატიზმია, ვინმე ამიხსნა ეს LGBT პროპაგანდაში, აი რატომ რომელსაც ითხოვენ. ხო, რომელსაც ითხოვენ, ხო, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა. რა ეკონომიკური პრაგმატიზმი დევს ამის უკან? იდეოლოგიური არის. თავიდან ბოლომდე. ხო, და ამიტომ ამის ახსნა ძალიან გაუჭირდებათ, მით უმეტეს რომ ხსნიან, მე მგონი. არც ხსნიან, რამე არის რაღაცა. ახსნის ცდელობა არის. ხსნიან ლიბერალიზმი და თავისუფლებით, მაგრამ რეალურად ხო ეს არ არის ლიბერალიზმი. ლიბერალიზმს, რასაც ეხლა ისინი უწოდებენ, ეს არის ფაშიზმი და არა ლიბერალიზმი. თორე ლიბერალიზმში თვითონ ცუდი თავისთავად არაფერი არ არის. ეს აღარ არსებობს ლიბერალიზმი, როცა ჩამოდიან უცხოელი პარლამენტის წევრები და აქ ეკლესიაზე შეტევას ახორციელებენ, ეს არც ხსნიან ამას, არც ცდილობენ. თითქოს მათთვის აპრიორი არ შეიძლება რომ ეკლესიას ასეთი ავტორიტეტი ჰქონდეს. გვახსოვს ჩვენ. ეს უბრალოდ არის შეტევა ღირებულებებზე, სხვა არაფერი, იმიტომ რომ ეკლესია პირველ რიგში არის ღირებულებები და ფასეულობები. და იმ ოპოზიციას რას ავალებენ და როგორ რა თქმა უნდა. ჩალიჩობენ, აი მაგალითად გუშინ გავიმეორებ. რაღაცა გავლენა უნდათ, ესეთი რატო უნდათ გასაგებია. ყველაზე ნდობის მქონე, დიდი ნდობის მქონე ინსტიტუტია ეკლესია და უნდათ პატრიარქის არჩევაზე გავლენა და პეტრე ცავას იყენებენ ხო. ნახეთ ხო. და მე ხაი ადამიანი რომელიც საერთოდ დაივიწყო რომ არსებობს რა. ნუ ეს კიდევ ერთხელ მოწმობს რომ არ იცნობენ ქართულ საზოგადოებას. საბედნიეროდ ქართულმა საზოგადოებამ აი ამ 2022 წლიდან მოყოლებული ძალიან უკვე მყარი იმუნიტეტი შეიძინა, იმიტომ რომ ეხლა მცდელობები კიდევ გრძელდება. ეხლა აი როგორც ხედავთ, აკერმანის ნაცვლად კიდევ ახალი აკერმანი 2 გამოჩნდა ჩეხი, ხო. მაგრამ საბედნიეროდ დღეს უკვე ჩვენ საზოგადოებას აქვს ძალიან მყარი იმუნიტეტი, რაც 2022 წელს იყო წარმოუდგენელი და რაც მაშინ იყო ასე ვთქვათ ძალიან მქუხარე სიტყვა. ხა მე ამას ვიხსენებ მაგალითად, როდესაც ხალხის ძალა პირველად გამოეყო ქართულ ოცნებასთან, მაშინ როდესაც ჩვენი განცხადებები ძალიან უცხოთ ისმოდა, დღეს ფაქტობრივად თითქმის იგივე საუბრობს ქართული ოცნება, კი. ქართული ოცნება. ასე რომ საზოგადოებას უკვე იმუნიტეტი აქვს, რა თქმა უნდა მათ ეყოლება თავიანთი მომხრეები, მცირე რიცხოვანი რა თქმა უნდა. ან ის ვისაც მატერიალური დაინტერესება აქვს, ამის გარეშე რა თქმა უნდა არ ხდება. მინიმიზირდეს ეგ ხალხი უნდა მინიმიზირდეს. კი, სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებიან გამჭირვალობის კანონს და გრანტების შესაქმნელს. ეს არის ძირითადი მიზეზი, თორე ხა გამჭირვალობაში ცუდი რა არის, თუ დასამალი არაფერი. თუ დასამალი არაფერი არა გაქვს, ხო. და ნუ არის კიდევ ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც როგორც წესი მიამბოხია ხოლმე და კი ბატონო, მიიღო მონაწილეობა. აიმარჯო თავიანთ
უბნებზე და შეიყვანო ის რაღაც რაოდენობა ხალხი. მე ასეთი ახალგაზრდების წინააღმდეგიც არა ვარ, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რაც არის გასათვალისწინებელი. კი ბატონო, ყველას აქვს თავისი აზრი. ძალადობისკენ უფრიძგებენ, დანაშაულისკენ უფრიძგებენ და მომავალს უნგრევენ ფაქტობრივად. იმიტომ რომ აი ხა ჩვენ რა დავინახეთ, იგივე ვიღაც პოლიტიკოსები, სახელმწიფო გვარები რო არ დავასახელო, აი ამ მიტინგების დროს დგანან უკან, ამ ახალგაზრდებს უშვებენ წინა ფრონტზე, მოლოტოვის კოქტეილები ასრულინეს, დაალეწინეს ქონება, მანქანები, რაღაცა მუნიციპალური ქონება. ესენი ჩაჯდნენ ციხეებში ახალგაზრდები და დაინგრიეს მომავალი და ისინი ახლა დღეს ტელეკამერების წინ კეკლუცობენ და ვითომ საქართველოს სრულად უაზროთ. მე მგონი მაინც გადაწყვეტეს რომ მოდი ჩემ პირობებზე ჩავჯდები, მაგრამ აბა გირაოს არ გადახტაზე. არა, ეგ სხვა თემა არის. სიგიჟია გირაოს არ გადახტაზე. მე მან ვფიქრობ, რომ ეგ გირაოს არ გადახტაზე, იმიტომ ჩაჯდა, რომ 4 ოქტომბერს არ გამოსულიყო და 9 წლიანი პატიმრობა ეცილებინა თავიდან. იქ იძულებული არ გაგვთარიყო, იქ არ მისულა. მოთხოვდნენ იქ მისვლას. ეხა მაგაში ეჭვ ხარ გეპარება, რომ იქ მოსვლას. ერთი ადგილი თავი არ ეკნებოდა, რომ იქ უარი ეთქვა იქ მისვლა. ნუ ხა 9 რა თქმა უნდა, აბა ხა აგენტი რისი აგენტი არის თვის უხდიან ფულს ახლა. ხო. და გააცურა თავის ჭკუით თავისი უფროსი, ხო? კი. რო აი, ეხა ესე ჭდა თან ვითომ შექმნეს ამინდი. ეს ამინდით რას ემსახურება? ადამიანი, რომელიც ნუ ცხოვრობს საზღვარგარეთ იგივე და მაინდა-მაინც ძალიან სრული ინფორმაცია არ აქვს საქართველოს შესახებ, ხო? პირველი კითხვა, აი მიტინგები რომ არის თქვენთან. რა თქმა უნდა, ვერ ერკვევა რა მიტინგებია, მაგრამ ის იცის რომ მიტინგები რომ არის თქვენთან. აი ამ სურათის დანახვას ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოებისათვის და ნუ ეს პირველ რიგში ქვეყანას მარტო იმიჯს კი არა ამიზიანებს, აზიანებს. იმიჯის დაზიანება ნიშნავს იგივე იმას, რომ ინვესტიციის ნაკლებობას კი. აი ხა Starbucks-ი მეტყვილად არ აღნიშნე წეგან. Starbucks-ი მარტო ჩვეულებრივი ინვესტიცია, ხა ჩვეულებრივი კაფე არ არის. ეს არის ის, რომ ასეთი მსხვილი გლობალური კომპანია სანდოობას ძენს ჩვენს საინვესტიციო კლიმატს. კულტურავი დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი მასობრივი ცივილიზაციის ერთ-ერთი გამოხატულება, ერთ-ერთი ნიშანია, კი ბატონო. ერთ-ერთი ნიშანია და როგორც McDonald's-ი და ასე. ოღონდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ეხლა რო შემოდის, ეხლა Coca-Cola ადრე იყო, იგივე თქვა კიდე გვაქვს ესეთი რაღაცა პოლი არის კიდე ხა ესეთი ქსელი, რომელიც თქვა საზღვარგარეთიდან არის შემოსული, მაგრამ სხვა სასტუმროებიც ასევე ქსელისთან. მაგრამ აი ეხლა ამ პერიოდში, როდესაც აი მასიურად გარეთ ყველა, ნუ ვინც საქმეში ნაკლებად არის ჩახედული ამობს, რომ აი მიტინგები ხდება თქვენთან და რა ხდება და ეხა ის ხალხი არ არის ახლა დაინტერესებული მაინდა-მაინც უბრალოდ ესე ზერილეთ უყურებს, ხო თორე ფიჩის და მუდის სარეიტინგო საკრედიტო რეიტინგები როდესაც არის იქ ძალიან კარგი მონაცემები აქვს საქართველოს. აი იმისათვის უბრალოდ ეს არის ძალიან კარგი სიახლე, რომ ის Starbucks-ია თქვენთან. აი ეს არის ამას მოყვება ბევრი ბრენდი, რომელიც უყურებს სად არის მისი კონკურენტი. და ეს Starbucks-ის შემოსვლა რამდენი გამოიწვია კუვეითში საქართველოს საელჩოს დიდი. კუვეითში არის მაგათი ადგილობრივი ფრენჩაიზი იქ. როგორც ჩანს, კუვეიტის საელჩო გავიდა, ასე ვთქვათ, იმ ხალხზე, ვინც ხმა მიაწვდინა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, რომელ ქვეყანაში განთავსდეს. სწორედ მსგავს მიდგომებზე ვსაუბრობ. დიდი მადლობა ეკასებაშვილი იყო ჩვენი ნაცემის სტუმარი, ურმეს მადლობა თქვენო. ვისაუბრეთ და ჩვენ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს მეგობრებო, ნახვამდის.